წავიდა მესამე რაუნდი. აი ეხლა დაიწყოს თითქოს სლავა ჯების გამოყენებას. არა იგივეა. მიიღო დარტყმა სლავამ. სლავა აცნობიერებს იმას, რომ კუთხეში ნიკასთან გაჩერება რა თქმა უნდა ძალიან სარისკოა და იმ წამსო ცდილობს კლინჩი შევიდეს კლინჩი. ნიკამ თავისთავად უნდა მოახერხოთ ამის ადაპტირება და უნდა იცადოს კლინჩი შესვლამდე მაინც ჩასვლა. კიდევ დარტყმა გაუტარა სლავას და თითქოს ეცემა სლავა და ჩაჭიდებით არ ეცემა. ეჭიდება ბოკელავაძეს და არ ეცემა. შეიძლება ეგრე იყოს. აქაც იძინება სლავას. სლავას ძალიან კარგად იტანს ამ დარტყმებს. აი, იჩენს ყიანურად და არ ჩენს თავისთავად ყიანურად კლინჩი შედის კიდევ უფრო. ოჰო, ტკიბზეაც და ეს დარტყმები სლავას ბოკელავაძეს. მიუხედავად იმისა, რომ ბოკელავაძე აი როგორ მოიშორა ახლა ბოკელავაძე. დაღლილია, აშკარა არის სლავასაც შემოაკლდა კარდიო. იმიტომ რომ გაატარა დარტყმები ვეღარ უზნობს თავს წესიერად. ხო, არა, სუნთქავს ძლიერად. აფრთხილებენ კიდევ ერთხელ სლავას რომ იჭერს ბოკელავაძეს. მას უწევს ნიკას თავასთან გამყოლვა და თუნდაც კლინჩის მომენტში რაც რა თქმა უნდა. ოჰო, რა დარტყმები გაატარა ახლა. ოჰო, კიდევ ზურგით იყო შეტრიალებული და ძალიან სახიფათო მომენტი იყო. ზურგით შეტრიალება რა თქმა უნდა. ბოკელავაძე როგორი დაღლილია. ორივე მერწოლ დაღლილია. თუმცა ბოკელავაძე თვითონ საკითხავს. აი ესე დაღლისეც ესე დაღლიზე ღირებულება გვანახავს. კი, ესე დაღლიზე ესე იქნებს, მაგრამ ესე დაღლიზე ესე რომ იქნებს, მაგიტომ შეიძლება არ წავიდეს. მithumetes უნდა გავახსენ ჩვენ მაყურებლებს, რომ მეოთხე და მეხუთე რაუნდი ისევ წინ არის. საჩემპიონო რაუნდები. საჩემპიონო რაუნდები კიდევ წინ გვაქვს და სლავა კლინჩი ჯობნით. არ გამიკვირდება თუ გადაკეთავს. აი ძალა აღარა აქვს იმას. ნიკას აღარა აქვს ძალა ხელებში. უთავს სლავას ახვედრებს, მაგრამ ეს ფეთქებადი ძალა ნაკლებად აქვს უკვე. Right.